ევროპაში ზოგადად არის კრიზისული ვითარება და სამი ესეთი ჰიპოსტაზი თუ კომპონენტი შეიძლება გამოყოთ, ხო? პირველი ეს არის ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი. საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენ ხედავდით რუმინეთში, რასაც ხედავთ სხვა ქვეყნებში, ხო, როდესაც ვთქვათ, აი დემოსის არჩევანი, თუ დემოსი, თუ ხალხი ირჩევს რაღაც არალიბერალურს, ლიბერალური დემოკრატია მყისვე იცვლის სახეს და რაღაც ავტორიტარულ ნიშნებს ავლენს. ესეთი ტენდენციები გაგრძელდება, იმიტომ რომ ლიბერალური დემოკრატია არის კრიზისში, იმიტომ რომ ლიბერალური დემოკრატია ნიშნავდა ლიბერალების მმართველობას დემოკრატიაზე, ჩვენთან რატომაც გაიგივებული არის, რომ თქვათ, დემოკრატია უნდა იყოს ლიბერალური და ასე არ არის, ხო? შეიძლება იყოს ის ეროვნული, სოციალური და სხვადასხვანაირი დემოკრატია. სუვერენული, ხო? მაგარი მოიფიქრეთ რუსებმა. კი, და ასე შემდეგ. მეორე, ეს არის პასიონარიზმის კრიზისი, ხო? პასიონარიზმი რაღაცა ეს ენერგიულობა, რაღაცა ეს სიცოცხლის უნარიანობა დღევანდელ ევროპას, დიდ ნაწილს ასე ვთქვათ, დასავლურ ევროპას, აი ფუფუნებაში მცხოვრებ ევროპას აქვს გამოცლილი და იგივე ხა ეს მილიტარიზაციის შემთხვევაში მე ძალიან ან ყოველ შემთხვევაში რუსეთს ამათთან შედარებით ეს პასიონარიზმის ბევრად დიდი არსენალი აქვს, რომ აი თქვათ თუ საქმეზე მიდგება, ომში წამსვლელები უფრო არიან ვიდრე დღევანდელი ეს თქვათ კონსუმერიში ჩამრჩვალი ხშირად ევროპის საზოგადოების წევრები. და მესამე კომპონენტი რაც არის, ეს არის რაღაცა დიდი ცივილიზაციური კრიზისი, ხო? აი ეს რა ქრისტიანული კულტურის რაღაცნაირი უარის თქმა შეიძლება არ იყოს ეს რელიგიური ან აი იმ ფესვების დავიწყება, ესე რომ ვთქვათ, იწვევს იმას, რომ ხშირად აი ამ მიგრაციული პოლიტიკებისადმი ლიბერალური მიდგომა აქვს. კი, ჩვენ ცხადია განსხვავებულისადმი მიღებლები ვართ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს საკუთარი თავი და საკუთარი თვითყოფადობა და ამ კულტურის დაცვა. ჩემი აზრით ეს ევროპას დავიწყებული აქვს და ეს სამი კრიზისი, ეს სამი კომპონენტი კრიზისისა ქმნის აი იმ ყოველდღიურობას, რასაც ჩვენ ვადევნებთ, თუნდაც აი ამ პოლიტიკის ზედაპირზე ამ ევრობიუროკრატების ხარჯზე, რომელსაც ხშირად სხვა საქმე არ აქვს, რომ ჩვენთან მოვიდნენ და თითი გვიქნიონ ასე უაზრო.